ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი ქალბატონოია. როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც თქვენ ამ სკამზე ხართ და ჩემთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია მე გელოდებოდით. გინეცო. და როგორ ხართ? კარგად. ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად თბილისში ხართ. კი. მესამე წელი. მაგრამ არ სადაც ჩანხართ. მირჩევნია სახლში ვიყო. დავალაგო. მივხედო ჩემ თავს. არა ვარ ჭორიკანა. აი ეს მომენტი ამჭირს რომ ვიჯდე და ვიღაცაზე ვილაპარაკო და ამაზე მქონდეს გართულება. ნუ ჩემი პატარა სამყარო მაქვს და მიყვარს ის სამყარო. და რა ხდება ამ სამყაროში? იმ სამყაროში არიან ჩემი შვილები, საყვარელი ადამიანები, ის ფილმები, ჩემი შვილიშვილები, გიოს და ჩემი ნინოს შვილიშვილი. ანუ ჩემი შვილები, იგივე შვილიშვილები. აი ეს არის ჩემი ნამდვილი რასაც ქვია ატმოსფეროს სიყვარულის. მე ვიქმნი საერთოდ ყველაფერს. საკმარისია? კი. ამ სახიობისთვის. თითქოს რაღაცა ეს პატარა სამყარო საკმარისია აღმოჩნდა რატო? რა არის იცი, მე იმდენად საერთოდ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. თუ ვაკეთებ ბოლომდე. აი ბოლო წვეთამდე რო იტყვიან. დღევანდელ დღეობას იმდენი ფილმი უკვე არსებობს ჩემს რო იტყვიან დიდ ფილმოგრაფიაში რომ ძალიან მიხარია რა თქმა უნდა მაგრამ ნუ არის ისეთი რაღაცები რომ როლი მე უნდა შევქნა ანუ რეჟისორი რასაც ქვია არის დაკარგული ეს პროფესია. რატო რამ განაპირობა და რაში აისახება ეს? აი თუნდაც თუ მსახიობი და რეჟისორი არ არიან ერთი ოჯახი, როგორც ცოლ-ქმარი. რეჟისორსაც უნდა უყვარდეს თავისი მსახიობი, უნდა შეიყვაროს. და აი ის როლი, რომელიც მე მაქვს, ერთად უნდა გავაჩინოთ. იქნებ იმაშია პრობლემა, რომ ისეთი რეჟისორები აღარ არიან. აღარ არიან. მოდი პირდაპირ ვთქვათ. არ არიან, არ შემხვედრია ჯერ. მე აი ამდენი წელი გავიდა დაუშვათ, ეხლა არ არის დასამალი რომ მოხდა ესე და წავედი, როდესაც ომი იყო რუსეთში, იმიტომ რომ იქ სამსახური მქონდა თეატრში. კი, ბევრმა გააკეთა ესე და დღემდე არიან. ხო, და ამიტომ იქ თეატრში მუშაობდი, სანამ არ დამეცა 300 კილო დეკორაცია და ხო, პრემიერის დღეს დამეცა 300 კილო. და ამით გამაფრთხილა უფალმა რომ თეატრი შენი აღარ არის. რა დაგაზიანა? დამეცა ფეხზე, ფეხი მქონდა, რასაც ქვია, ღია, ესე იგი, ჭრილობა, აღარ მოვყვები ხიჩკოქს, იმიტომ რომ საშინელება იყო, ფეხი, აი ერთი ფეხი, აი ესე გვერდით მქონდა. მე მქონდა ამპუტაციაზე ლაპარაკი. ფეხის ამპუტაციაზე, ეს სერიოზული ამბავი იყო. მე მოხდა საშინელება. გრიშას თურმე ქონდა საშინელი დაავადება, ლეიკემია და ძალიან ცოტა ხანში გარდაიცვალა. თეატრი გაიყიდა, ყველაფერი გაიყიდა, დავრჩით ქუჩაში მსახიობები და მე მაშინ ვცხოვრობდი ნინისთან ერთად კომუნალკაში, ანუ კომუნალურ ბინაში, სადაც ცხოვრობდა კიდე ერთი ქალი. ანუ არც საშუალება მქონდა არაფრის რომ მე არსება და ისეთი მომენტი იყო რომ რაღაცას რომ მოამზადებდა ის მეზობელი ნინა ერქვა, აი თავშე ტაფაზე რაც დარჩებოდა, აი მეტილება მართლა, იმიტომ რომ ეს იყო ჩუმად პურსა ესე თხლად მოვაჭრიდი ნინის დაუძახებდი კარებში იდგა, აი იმას რაღაცა რაც იყო იმ ტაფაზე მოусმევდი და უდევდი პირში ბავშვს. აი ეს იყო რაღაც პერიოდი, რომელიცაც ჩვენ ვიკვებებოდი. მე აღარაფრით აღარ ვიკვებოდი, მე აი რაღაცას განვიცდიდი, მოლოდინში ვიყავი ამ ყველაფრის, რომ რაღაცა უნდა გავაკეთო, რა გავაკეთო არ ვიცოდი. და მოხდა ისე, რომ კუტუზოვის პროსპექტზე მოსკოვში არის ესეთი დიდი დღემდე მაღაზია, კარები, პარკეტი, ნუ მოკლედ უზარმაზარი ის არის მაღაზია და ჩემი ნაცესავია იქ მოსკოვში და რაღაცა უნდა ეყიდა და მას მივყევი.
რომ მივყევი ბევრმა მიცნო, ქალმა რომელიც ებრაელის ქალი იყო, ისიც მოვიდა ჩემთან და გამეცნაურა და მითხრა რომ ჩემი შვილი მუშაობდა გრიგორი გურვიჩთან იქ რაღაც სკრიპკაზე თუ სადღაც ორკესტრში უკრავდა, იმიტომ რომ თეატრი ყველაფერი მისი იყო ეს ორკესტრიც და ბალეტიც და ყველაფერი. და ეხლა რადგან ჩემი შვილი დარჩა ისიც უმუშავდა, წავიდა იტალიაში და მე მასთან მივდივარ და რჩება ეს ადგილიო ჩემი. ჩემს მაგივრად შენ დაიწყე მუშაობა. რა უნდა გაკეთებინა? აი რა უნდა გამეკეთებინა, წარმოიდგინე ერთი წამით მე. მე და კარები და პარკეტი და გაყიდვა და მენეჯერი. და მოვდივარ სახლში და ეს პატარა გოგო, ეს პატარა დამოუკიდებელი რესპუბლიკა ნინო, რასაც მეძახი. მითხარი ნინ, რა ვქნა? აი ესეთი შემოთავაზ, იცი რა, მე მომბეზრდაო ნინა მეზობლის, აი ეს მოთხლეფილი რაღაც პენსიუს შენი გეკნება ხელფასიც და შენ დაიწყებ რაღაცასო. და იცი რა დედა მითხრა? ეს არ არის სირცხვილი რომ შენი დაიწყებ მუშაობასო. შენ ხო შრომობო ბავშვობით. აი ესეც შრომა არის. და ამაში ფულს აიღებო. გაბრუნდა და წავიდა. აი ესე დავრჩი. მოვედი ამ ეპშტეინთან, ვინც იყო ეს მთავარი ჩვენი, ვინც ამიყვანა სამსახურში და დავიწყე მუშაობა. ეს იყო ცირკი, ეს იყო კლოუნადა, რასაც მე ვაკეთებდი. ნუ მე რა უნდა ვიცოდე? წარმოიდგინე შპონი რა არის, არ ვიცოდი, ხო? დღესაც რომ მკითხო, ვერაფერს არ რამდენი ხანი იმუშავეთ? 2 წელი. ფაქტი მოხდა ყურში, რომელიც არ ვიცოდი, რომ თქვენ ასევე ქონდათ ონკოლოგიური პრობლემას? კი. რა? ქონდა. აღმოჩნდა, რომ სასწრაფო საოპერაციო ვარ. დიაგნოზი? იბო. თუმცა თქვენ დაამარცხეთ, ხო? მე დავამარცხე. დიდმა სიყვარულმა დამამარცხებინე მართალი რო გითხრა. რა კაი გადასვლა გვაქვს თემას. ხო. მოყევით რა სიყვარული. სიყვარული ღმერთის მოცემული არის, საერთოდ ყველას არა აქვს ამის ნიჭი, ესეც ნიჭია. და ამ ნიჭს მე უფრო ვფრთხილდები, ვიდრე დაუშვათ იგივე კინოს და თეატრს. რა იგულისხმება ეხა ღმერთის ღმერთს იყავ თუ იმ კონკრეტულ მომენტში შეყვარებული იყავით? არა. ის ყოველთვის ჩემშია, ის სიყვარული, რომლითაც მე რო იტყვიან ალბათ დავიბადე და ის ჩემში არსებობს, მაგრამ ის ადამიანი აღარ არის. თვითონ პიროვნება არის ძალიან ხშირად მაფრთხილებს, ხშირად მეუბნება ისეთ რაღაცებს, ყურში მესმის ხარ. მეუბნება ბევრ კაი რაღაცებს. ვის გულისხმობ? ლადოს. ჩემ ლადოს, რომელიც მეყვარება მთელი ჩემი ცხოვრება. ყველა ჩემი მეუღლე მიყვარდა. აი ხო ხედა მე თვითონ ალალად ყვები ამას. თან დასაფასებელი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი შვილები სიყვარულში გაჩნდნენ ასევე, იმიტომ რომ ყველა მიყვარს მე. აი ესეა ის ცხოვრება, მაგრამ ის განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარდა, იმასაც უყვარდი. იცი, ბავშვობიდან უყვარდი, 13 წლის იყო ლადო, მე ვიყავი 2 წლით უფროსი მასზე. მე ისე მოხდა, რომ ჩემ სახლთან მოსულა და ორჯერ გამომაცილა ესე და მე ამიხსნა, მე რო უკვე ერთმანეთს შევხვდით, მე მომიყვა რომ რა მეცვა. ახსოვდა. ყველაფერი ამიღწერა. რა თმის სამაგრი მეკეთა თავზე, როგორი კაბა იყო ჩითის. წარმოიდგინე. და ეს უფრო ამან კიდე უფრო შემაყვარა. და თან ძალიან ბაშკაცი ქართველი იყო ყველაფერში. რამდენი წელი გელოდა? ძალიან დიდი ხანი. და ერთი ოჯახივით ვიყავით, ისეთი ბედნიერები, რომ არაფერს არ მეშინოდა. საერთოდ ქალს რა, აი მე, იმდენად მე და მე უფრო ძლიერი გავხდი, რადგანაც ისე შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში ეს სიკვდილი, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 27 წლის ვიყავი, რომ სუმთლად მარტო დავრჩი. აი ეს დიდი ლამაზი ოჯახი, რომელიც მყავდა, აი ესე ერთ დღეში რო იტყვიან, სულ მარტო დავრჩი. ძალიან სხვანაირი განცდა მემართება. ანუ ისეთი, რომ ზოგს დაუშვათ მე წლები. არ ჭამ, არ ვსვავ, მაქვს ესეთი პერიოდები და საერთოდ თვითიშევი. მარტოობის გამო? ხო. აი სიკვდილი რომ მოვიდა,
მაშინ ეს კარები რო ვიგძენი ეს ყველაფერი, ხო? მაშინ დამემართა აი დედა იყო ბოლო. ანუ იმ პერიოდში მეკონა რომ ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. დედამ დამისვა წერტილი. დედა იყო უწყნარესი, უმშვიდესი. აი ესეთი ყვავილივით გოგო. ელიზაბეთ ტეილორის ფერი ჰქონდა თვალები. და არასოდეს არ ყვიროდა, არ მეჩხუბებოდა, თუ კი დეიდა იყო დავშათ ემოციური ჩემსავით და რაღაცა დედა არა. და მთელი ცხოვრება ყველაფერი ჩემში ჩადო. ისეთი ქალი იყო. ჩვენ სიყვარულის თემა ვახსენეთ და ისე მან უნდა დაუბრუნდეთ. ამ ჯამში გამოდის რომ თქვენ გქონდათ რამდენი ქორწინება? 3 ქორწინება. 3 ქორწინება. ნიკუშა? ნიკუშა. გიორგის მამა. გიორგის მამა. ნიკოს მამა. მე იყო ჩემი ლადო. ლადო. 4 ურთიერთობა, 4 ურთიერთობა კი. კი ბატონო. მოდით დავიწყოთ იმასაკიდან, 16 წლის ასაკიდან, ხო? დაახლოებით თუ არ ვწდებით 16 წლის იყავით ერთმანეთი რო გაიცანით. მე უფრო ადრე ვიცნობდი ნიკუშას, მე ვიყავი მეგობარი სანდროსიც მის, როდესაც ვიღებდით ვერისუბნის მელოდიებს. მაშინ იყო სანდრო მირეკავდა და ჩემთან მოდიოდა სტუმრათან მე მივდიოდი და ნიკუშა რო შემოდიოდა ოთახში, წარმოედგინე ესე იგი წვერებიანი კაცი მეგონა ძალიან დიდი. და მე გავიდა რამოდენიმე კიდე წელი და გამოვიდა ფილმი ციური მერცხლები. და მაშინ მთელი ჯგუფი ჩამოიყვანა ბაბუამ ლენინგრადიდან მაშინ და იყო ჩვენთან პრემიერა და მე სახლში სადილი გქონდა. და მაშინ რა თქმა უნდა გიორგი და სოფიკო და მოიყვანეს უკვე ნიკუშა ჩემთან სახლში ჩვენთან. და ეს გაცნობა იყო, ну, ხა აი ესეთი ურთიერთობა, რასაც ქვია, ნიკუშას უნდა სიგარეტი. და მთხოვა რომ იქნებ ბაბუას ერთი ღერი გამოვაცალო. და ნუ რო გავიდა აივანზე და იქ დამაყენა რომ დედამ და მამამ რო არ ნახონ და თან ეწევოდა და რომ მოწია ეს სიგარეტი და დაამთავრა ჩააქრო. მე ესე ფანჯარასთან მივიდა და აი ესე მაგოცა წარმოიდგინე ნუ მე რა დამემართებოდა. და შეხვედით ახალ ოჯახში. შევედი უკვე ახალ ოჯახში შევედი, მაგრამ ის ოჯახი ჩემი ოჯახი იყო. იმდენად ჩემი იყო. ну, წარმოიდგინე ხა სოფიკო არ დაიდარდოში იქ ჩემ დედას თამაშობს. ვერისუბანში დედინაცვალს. მე სულ 100 თვისა დაბადების დღეები იყო თუ რა იყო, სულ ერთად აი ესე ვიყავით ერთ ოჯახად. გაუხარდა? გაუხარდა კი არა, საკუთარი ხელით შემიყვანეს. აი ესე ხელჩაკიდებული. ბედნიერი იყო გიორგი შენგელა ეს სოფიკო ვერიკო. მე შევესწარი მიხეილ ჭეაურას. დილით რო ვიღვიძებდი, წარმოიდგინე შესტაკოვიჩი უკრავდა, რიხტერი. უდიდესი მსახიობები რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ, არ ვიცი ვინ არ ჩამოვთვალო. და აი ეს იყო რომ აი სულ მზადების იმაში ვიყავით პროცესში რო იტყვიან, იმიტომ რომ ოჯახში აი ირეოდა ეს ხალხი, ეს სუნი, ეს ატმოსფერო, ეს გემრიელი სადილები, რომელსაც ამზადებდა სოფიკო და ვერიკო. გუშინ სხვათა შორის წუხელ დაურეკე ცოტა მეტი დეტალი რომ ცოდნოდა, უпроსტად რამე რო არ გამომჩენოდა ოქიტას და თხოვე რომ რაც შეიძლება მეტი მომიყევით ხო აქედან მოვიკითხავს სხვათა შორის და მითხრა რომ ვერიკო ასწავლიდაო კარტოფილის შეწვასო ხო? კი. ვერიკომ ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი, გიჟდები და ვერიკოსაც უყვარდა ძალიან კარტოფილი. მას სწავლა როგორ უნდა შევწვავთ გემრიელად, ანუ რო გავრეცხავთ, მერე უნდა დავაფინოთ ტილოზე, შევაშროთ კარგად და მერე უნდა კარაქში უნდა შეიწვას. აი ეს იყო რიტუალი. რა მოხდა მერე, რატო დაიშალეთ? იცი რა იყო, ნიკუშა მაინც სწავლობდა აკადემიაში, გადმოიყვანეს მოსკოვში, უკვე ჩვენ წავედით ვგიგში. ჩავაბარე მე და ნიკუშა იყო გადმოყვანილი, ანუ აკადემიიდან. წარმოიდგინე, დილით რო იღვიძებდა, იძახდა რომ მე არ შემიძლია აქ მუშაობა, ვერ დავხატა ვერაფერს, იმიტომ რომ ცას შეხედე ბუნებას, აი რა გავაკეთო.
მე მესმოდა ძალიან კარგად, ამიტომ არ შეეძლო იქ ცხოვრება, რუსეთი არ უყვარდა. და ეს გახდა მიზეზი? ეს იყო პირველი მიზეზი, მეტი სხვა არაფერი. აი სიმძიმე. ანუ გამოდის რომ ესე გეოგრაფიულად დაიშალა. გეოგრაფიული იყო, მე თბილისში ჩამოვიდა. აქ ისევ დაიწყო თავისი აი ეს პროცესი ცხოვრების და ის ბოჰემური, რასაც ქვია, ცხოვრება და მეც ცოტა იყოს და უკვე აღარ ვიყავი. შემდეგი ქორწინება როგორ შედგა? შემდეგი ქორწინება იქვე ახლოს, იმიტომ რომ გიგში სწავლობდა გეორგის მამა და აი ესე აუდიტორიები პირდაპირ. მაგრამ მე არც შემიხედია საერთოდ არანაირი თვალით. ყველას მოსწონდა სერგო და წარმოიდგინე ტანადი, შესახედავი, ყველა გოგოები შეყვარებულები იყვნენ. მე არანაირად აბსოლუტურად არა. დიდხანს გამყვა მე ნიკუშას ტკივილი. დიდხანს, ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ სურათიც მეკიდა და ყოველ დილით რო ვიღვიძებ და ვიცინებს, ვეფერებოდი ამ სურათს, წარმოიდგინე რა ტკივილი მქონდა. ნუ ხა პატარა გოგო გავთხოვდი. ნუ ეს იყო მე რაღაც სინჯებზე ჩავედი და იქ შემხვდა ნიკუშა თქო, იქ შემხვდა სერგო. ჯვარი დაიწერე და გაჩნდა მე გიორგი. გიორგუნა გაჩნდა. იქ რა მოხდა? იცი რა არის, აი სუსტად იქ რა მოხდა. იქ მოხდა მონანიება ფილმი. უი? აი ესე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. გააღო კარი და ყველა მერე მოინანია. მართლა. მაშინ დამამტკიცა აბულაძემ 10 წელი არ მესალმებოდა რომ იყო ესეთი პერიოდი. მერე სერგო ჩამოვიდა გადაღებაზე, ბათუმში ქონდა გადაღებები და რომ გაიცნო გეგა, თინა, მერე გავიდა წლები, ნუ რა წლები, რაღაც თვეები, წელიწადი. და ჩამოვიდა უკვე თბილისში, დაიწყო მუშაობა გრიბოედოვის თეატრში, დრამატულ თეატრში. ძალიან უნდოდა იყო რაღაც გასვლითი სპექტაკლი და ძალიან მოინდომა თვითონ რომ მინდა რომ იქ ვიყო იმ სპექტაკლში არ იყო დაკავებული, მაგრამ მაშინ ძალიან საინტერესო რაღაცებს წერდა თავისთვის, სცენარიც ჰქონდა და უნდოდა ის ატმოსფერო, ის ხალხი ენახა, ვინც იყვნენ დაკავებული ქალებით, ქალების კოლონიაში მოხდა. და ეს პერიოდი იყო ზუსტად რომ აი ეს თვითმფრინავის გადაცემა მოხდა და ჩვენ ტელევიზორით უყურებდით ამას ყველაფერს, ინფორმაცია არანაირი არ ჰქონდა ფაქტიურად, ისიც არ ვიცოდით რომ აღარ არიან. ეს ძალიან ჩქარა მოხდა ყველაფერი ამ დროს. სერგომა ესე იყო რომ ნახა თინამ დაუცახა, იცნო და იყო იქ შეხვედრა და მერე მოხდა ის რომ კაკები ხო კარგად მუშაობს და თინამ გამოატანა ჩემთვის სურათი ქორწილის სერგოს და აი ეს წერილი ვით ეგონათ, იმიტომ რომ თვითონ ის მხარე კი არ თეთრ მხარეს იყო და სახში საღამოს მოვიდნენ დაგვირეკეს არის და ზუსტად ამაზე იყო ლაპარაკი რომ აი ეს წერილი სად არისო. წარმოიდგინე რომ ფოტო ეგონათ ფოტო მე თეატრში რომ მივიდა უკვე იქ ქონდა უსიამოვნება და აი ამ ატმოში რომ მოხდა აი ამ რაღაც ცუდ სიტუაციაში აუცრუდა ყველანაირად აღარ უნდოდა აქ გაჩერება. ანუ ურთიერთობაზე იმოქმედა? რა თქმა უნდა. მერე მოხდა ის რომ რაც მოხდა. დაიშალეთ. დავიშალეთ ხო იცი რა, მე ღალატს ვერ ვიტან. ისეთი შეიძლება რაღაცა იყოს ღალატი, აი რომ პომადა, დუხი, რაღაცა ხო ხდებით რომ თბილისში ვცხოვრობდი, დედა ავად მყავდა, თმა არა, მაგრამ პომადა და კაბა და ეგეთი რაღაცები. ნუ არა ეს ალიკო მეწმარიაშვილის შეყვარებული გოგო რომ მოდის და ისიც აქ-ჩეფა. ეს სერგო. ანუ პრაქტიკულად გამოდის რომ ღალატი არ აპატიეს? აი უფრო ეს იყო. აი ერთია რომ უკვე გასკდა რაღაცა, ხო? მოხდა ბზარი. ხო. გასაგებია, მაგრამ შვილი რო გიჩდება და გინდა რომ რა თქმა უნდა, ქალი რისთვის ახარ. მე რა მოხდა. გამნაგრძოთ, წავედით წინ. აი ეს მოხდა დედა ამ დროს აღარ ამყავს, წავიდა იმ ქვეყნად, აღარ გახდა всё.
დავიღუპე რო იტყვია და გვერდში აღარ მყავდა სერგო. რამდენი ხნის შემდეგ გაიცანით მომავალი მეუღლე? 5-6 წლის მერე. და როგორ მოხდა? ჩემ ამხანაგთან სტუმრად ვიყავი და ისიც იყო იქ და ესე გავიცანით ერთმანეთი და მოხდა რომ რაღაცა ის ქიმია. რასაც ქვია. თბილისში? თბილისში, კი, თბილისში. მხატვარი დიზაინერია და ძალიან ნიჭიერი. არ ვიცი, როგორ ავხსნა, მე ვერ ავხსნი ამას, რანაირად ხდება ეს, რატომ ხდება ადამიანი მოღალატე, არ ვიცი. აქაც ღალატი იყო? მე ამერიკაში წავიდა, იქ გავიგე რომ შვილი გაუჩნდა, ანუ სულ ცოტა ხნით წავიდა, ჩვენ გამოწავიდა, რომ ემუშავა. წარმოიდგინე და ისე მოხდა რომ ძალიან ახლობელმა ამერიკაში ცხოვრობდა ის ქალბატონი, რომელმაც ვნახა მე და ისე მომიყვა რომ აი ქართველები ხვდები და ეხა ახალი ჩამოვიდა კიდე აი ესეთი მიხეილია ისეთი კარგია და ის თავის ქალბატონთან ერთად მოვიდა უიმე ის შვილი გაუშვა და რომელი მიხეილი მეც მაინტერესებს და ისე მოხდა რომ ეს ის მიხეილია თქვენ ქმარზე ყვებოდა რა სლავა ასეც ხდება, ისეც ხდება. რა იგზენით მაგ დროს? ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ძალიან. იცი რა მომენტია, როცა ელოდები მეუღლეს, რომელიც არის ამერიკაში და შენთვის შრომობს ბავშვისთვის, ბავშვებისთვის უკვე გიორგი და ნინიკო, ხო? ნინო რამდენი წლის იყო ამ დროს? ნინიკო იყო 5 წლის. რო წავიდა მამა, იყო 8 თვის. წარმოიდგინე? და აი ეს პერიოდი სულ მარტო ისევ. ახლა კი ჩემი პარტნიორის შესახებ. ცენტრალ პარკ თაუერსი ქალაქ თბილისში ცენტრალ პარკის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 300 მილიონს. პროექტში ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას, როგორც აღნიშნული იყო, განახორციელებს Radisson Blu და მიიღონ შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან. Central Park Towers-ის პროექტი შედგება 2 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექს 4 მიწისქვეშა საპარკინგო სართული აქვს, რომელიც 400 ავტომობილზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა საქართველოში, როგორც მასშტაბით, ასევე სოფლიოში წამყვანი ბრენდებით. Radisson Blu უზრუნველყოფს კომპლექსში არსებული ყველა სასტუმრო ნომრის ოპერირებას. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ. კერძოდ ბიბარი, ჩოტომატე, რობერტოსი, ანჟელინა და სხვა. მოლის ოპერირებას კი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ყველასათვის კარგად ნაცნობი ბრენდი Harvey Nicholsი განახორციელებს. რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ივენთ ჰოლი გათვლილია 3000 ადამიანზე, რომლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანია Live Nation-ი განახორციელებს. ია, ახსენეთ აი ეს თვითმფრინავის ბიჭების თემა. და მე ვიცი რომ მეგობრობდით გეგასთანაც. კი. აი ეგ ეპიზოდი რო გაიხსენოთ და მე ვიცი რომ პრეისტორიაც ქონდა ამას რის გამოც მე აღმოჩნდით დაკითხვას. 23 წლის გეგა, 23 წლის მე დამამტკიცეს ფილმზე, მონანიებაზე. ეს იყო კინოსტუდიაში ქართულ ფილმზე, როდესაც ვახმოვანებდით ვერისუმნის მელოდიებს. მაშინ მოვიდა ბატონი თენგიზი ჩემთან პირდაპირ და შემომთავაზა ფილმში, რომ მე მივიღო მთავარი როლის შესრულება. ანუ ლიკამ რო ითამაშა.
ნატურის ხეში. ნატურის ხეში. აი მეორე დღეს თუ მესამე დღეს დამირეკეს უკვე ჯგუფიდან და მიმიწვიეს ბატონ თენგისთან, ანუ როგორც მე ვიცოდი სინჯებზე. რომ მოვედი სინჯებზე, აი ესე ვიჯექით, როგორც ახლა მე და შენ ვზივართ და აი ესე ფეხის თითებიდან მათვალიერებდა. აი ესე იჯდა მშვიდად ხმა არ მოუხია და თან პარალელურად მე დაიწყო მოყოლა რაზე არის ფილმი და რაზე უნდა იყოს ეს ქალბატონი რომელიც ესე მიყვება. სოციალ ბოდიში აქვეჩაგერდი მაშინ იმ მომენტში ათვიცნობიერებით თუ არა რამდენად მნიშვნელოვან ფილმში იღებდით მონაწილეობა. რო გითხრა ერთი სიტყვით ეს ისეთი ფილმი იქნება რომელიც იტყვის საუკუნეში ერთხელ ისეთ სათქმელს რომ მთელი ავაწრიალებთ მოკლედ მთელ დედამიწას. არ შემიძლია რომ არ კითხოთ საკულტო ფილმზე ასევე ვერისუბნის მელოდიებზე, ხო, ალბათ უამრავჯერ გილაპარაკიათ ამაზე, მაგრამ ეს გადაცემა ამ ნაწილის გარეშეც ვერ ჩაივლის. როგორ მოხდით საერთოდ ამ ფილმში და შემდეგ უკვე გავლენა, რომელიც ამ ფილმმა იქონია? მე ვოცნებობდი ბალერინობაზე და პიონერთა სასახლეში ბებიას მივაყვანინე თავი, იმიტომ რომ იქვე ვცხოვრობდი ძერჟინსკის ქუჩაზე ზევით და ფეხით ესე ჩამოვისეირნეთ და ბებიამ მიმიყვანა ტანცკლასში რო იტყვიან. ყველა გოგოები ვდგავართ ერთი რამოდენიმე როგორც 5, 6, 7, 8 და სადღაც 11-12 წლის გოგოები. ამ დროს აი ესე კარები შემოდის რაღაც რეჟისორია. მივაქციე ყურადღება, მაგრამ გავაგრძელე პოლკის აი ამ სწავლას. და იმ გოგოებს ფეხებში უყურებდი. მე მასწავლებელმა შეგვაჩერა, დაგვაყენა ყველა ესე და მოვიდა გიორგი დანელია. ყველა გოგონებთან და ჩემთან მოვიდა. აი ეს. მე მინდა შენ კინოში გადაგიხო. შენ მინდა იყო ციცინო. მე არ მინდა კინოში, მე მინდა ბალერინა ვიყო, თქო პირდაპირ გავეცი პასუხი. და ისეთი ბედნიერება იყო ეს რო ვთქვი, ანუ არ მქონდა ეს არასოდეს არც ოცნებად, არც არაფერი. და მე ამ დროს არანორმალური გოგო ვიყავი, ყველას ვაძავდი, მღეროდი, ლაიზა მინელი, არ ვიცი მე ყველა რას ვღერ, ყველაზე ხშირად რას ვღეროდი? Ну დაუშვათ. Hors de rien, je n'ai pas d'envie, dans ma vie d'un enfant d'un enfant. არც ვიცოდი სიტყვები. უკვე მაიკო დამტკიცებულია. მაიკო ტახტის მღერის კანკავა უკვე იცის რო უკვე უნდა ითამაშოს, მაგრამ დასეძებენ. და მე და მაია აი როგორ დები, ჩავავლეთ ხელი ერთმანეთს და მოხდა დუეტი. დები, всё, გიორგიმ თქვა აღარ მინდა არავითარი სინჯები, გოგოებო, აბა რა შეგიძლიათ ერთად, შპაგატი, ცეკვა, მაიას ესე იგი, დიბიდინიმ პამ პარაირამ, პამ ტაროირამ, წავიდა, აი ეს ჯაზი, ლაიზა მინელი, ყველაფერი ეს ბარბარა სტრეიზენდი, გაგიჟდა ყველა და დაგვამტკიცეს უკვე 2 და. იყო მომენტი თქვენს პროფესიულ კარიერაში, სადაც სპეციალურად მოსკოვში ჩამოვიდა თქვენს წამოსაყვანად რუსთაველის თეატრში რობერტ სტურლო. კი. და ბოლოს მაინც ისე ხდება, რომ თქვენ მანდ არჩევით. მაინტერესებს როგორ მოყვებით ახლა ამ ეპიზოდს. გადასაკუთრებით. რობიკო ჩამოვიდა გამოსაშვების სპექტაკლი იყო თოლია. ჩეხოვის თამაშობდა ნინა ზარეჩნას და იცოდა მან, იმიტომ რომ მქონდა უკვე ინსტიტუტს რო ვამთავრებდი, განაწილება ხო ხდება. ლენკომში მქონდა განაწილება მიხეილ თუმანიშვილის თეატრში და რობიკო ჩამოვიდა ამ დროს რომ ენახა სპექტაკლი. მოკლედ რო ჩამოვედი, რა თქმა უნდა მითხრა რომ აუცილებლად ჩვენ თეატრში გელოდები და დაგირეკავენ.
აი დამირეკეს თეატრიდან რო ჩამოვედი თბილისში უკვე ჩემი საბუთებით დავხვდა კარებში რაღაცა ყმაწვილი ჩემი ტოლი ანუ ერთი რამოდენიმე ავთო ვარსიმაშვილი რომელიც უკვე ანუ რუსთაველის თეატრიდან მაშინ გადავიდა მარჯანიშვილის თეატრში თემო ჩხეიძე და მისი ოთახი განთავისუფლდა და რობიკომ გადაიყვანა მის ოთახში. ანუ ეს კარებში რომ ხდება ეს ახალგაზრდა მეუბნება რომ მე თქვენ გელოდებით. მე დავიჭერე რომ მე მელოდება ალბათ ბატონმა რობიკომ თხოვა და მელოდება. ოღონდ ეხლა არ არის ჯერ მოსული ბატონი რობიკო და რობიკო მოსულია დიდი ხანი. ავედით იმ ოთახში სადაც მას ჰქონდა და მიყვება რომ საქმე იმაშია რომ ეხლა მარინა ჯანაშია გადავიდა თემურ ჩხელძიესთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში და ის როლები რომლებიც განთავისუფლდა თქვენ უნდა ითამაშოთ. ეხლა ბატონი რობიკო ამაზე დაგიწყებთ ლაპარაკს და ამას მოგიყვებათ. იქიდან არის ერთი სპექტაკლი რომელიც ჯერ არ დაწყებულა ჩემი სპექტაკლი იქნება ათვინირებენ მიმინოს ტარწუხი და რაღაც ნუ მოკლედ ჩამომითავდა და კიდევ იცით რა შეა საქმე ლირი ბატონი რობიკო დგამს ეხლა და თქვენ უნდა ითამაშოთ კორდელია ამ სპექტაკლში. მაგრამ საქმე იმაშია მითხრა. და მე ახალი დამთავრებული მაქვს მოსკოვში ინსტიტუტი, რომელიც ნუ შეშინებული ვარ, ხო წარმოიდგინე. ვარ 19 წლის. და მეუბნება რუსთაველის თეატრში ბატონ რობიკოს არ უყვარს რეპეტიციები და მუშაობა. ანუ თუ ვიმუშავებთ, ჩვენ ვიმუშავებთ მე და თქვენ ამ სპექტაკლებზე. ან უნდა აფრინდეთ ამ თეატრში, ან დავარდებით. შუა არ არსებობს ამ თეატრში. ან განმაწყო ყველანაირად ეს პატარა გოგო, რომელიც აი თეატრისთვის ჯერ არა ვარ, ხო მზად? ანუ რას ნიშნავდა ეს თქვენი აზრით? მომამზადე. რისთვის? რისთვის? რომ უარი მეთქვა სტურუასთვის ლირზე. კორდელიაზე უთხარი ბატონ რობიკოს უარი. ამის შედეგად? აი შემოვედი კაბინეტში ზის სტურუა. ვიზნაიცი მეუბნება, აი ხა ვიწყებთ ჩვენ რეპეტიციებს, აი ლირში უნდა ითამაშოთ და კორდელია და მასხარა მინდა გავაერთიანო, იმიტომ რომ ორი პერსონაჟია, რომელიც სიმართლეს ამბობს. და ეს ერთი როლი გექნებათ თქვენ უნდა განასახიეროთ. და ამ დროს იქვე არ დაამთავრა კაცმა ფრაზა, რომ ვეუბნები იცით რა ბატონო რობიკო. მე ვერ ვითამაშებ. მე არ ვითამაშებ. წარმოიდგინე, ამხელა პიროვნებას, ამხელა ბუმერას რეჟისორს ეუნები უარს. ვინ ახარ? ამას ქვია, რაც ჩამტენა, რაც ჩამიდო ტვინში, მე კიდე მაგის ქვეშ მოვექციე, რასაც ქვია, ვიფიქრე რომ მუშაობა არ უყვარს. მე ალბათ აქ საშინელი მასში ვიქნები. მე ძალიან სამწუხარო ამბავია და აქვე იმასაც ვიტყვი რომ სამწუხაროდ ფორმატი არ ითვალისწინებს იმას და აქ ამ პოზიციას ვისმენთ და ბატონი არ თუ აქ არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ადამიანურად მე ხა შევდივარ ამ მდგომარეობაში და მესმის რა მძიმე შეიძლება ყოფილიყო. მე არ ყოფილა რაღაცნაირად თქვენი ურთიერთობის გადაწყვეტვასავით, ან აღარ გილაპარაკიათ ამაზე წლების მერეც? ავთოსთან. და დავიწყეთ რეპეტიცია. დავიწყეთ უკვე მისი სპექტაკლი, რომელსაც ერქვა ათვინიერებენ მიმინოს. თამაშობ თავარ როლს. ავთო მახარაძე, ზეიკო და ირაკლი აფაქიძე თამაშობს ჩემთან ერთად. და იცი როგორი მომენტია ამ დროს მეუბნება ავთო რომ ია ერთი წამით რაღაცა უნდა აგიხსნა, გითხრა, გაჩერდი, ყველა წავიდა და ჩვენ დავრჩით. და ეს ახლოს მოვიდა ჩემთან და მეუბნება, იცი რა მითხრა. მე და შენ შევქმნით ახალ თეატრს. და ყავს ჩვენ უკვე ამის ორგანიზმი, რასაც ქვია, არიან ადამიანები, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი თეატრი. ანუ გამოდის რომ რობიკო უნდა წავიდეს და მე სათავეში ვიქნებიო და თქვენ ანუ მიზეზი ეგ იყო? მე და შენ, მე შენ ცოლად მოგიყვან. აი გიცი, ხო. მე და შენ ცოლქმანი გავხდებით და შევქმნით ახალ ერას თეატრს. ეს საკმაოდ სკანდალურია. რა ვქნა ეხლა მითხარი?
თავს ჩამარტყი და მომკალია და რო იყო კარგად გამყოფოთ ხანს გასა ამიტომ პირველად ცხოვრებაში იცი რა ეს ის მომენტი არ არის რომ მე და ნამჟივეცა хорошо და სტუკაჩი ვარ თუ რა ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მესმის კი და დარწმუნებული ვარ ბატონ ავთუსაც მოუნდება ამაზე კომენტარს გაკეთებოდა და მოკლედ იცი რა კარგი იქნება მოიწვიე და კითხე ეს როგორ მაინტერესებს თუ მოისურვებს თუ მოისურვებს მობრძანდეს და ერთად დავჯდეთ დეტექტორს კარგი დავბრუნდეთ მერე იყო როდესაც უკვე აი სახეში გავარტყი გავაწანი სახეში პირველად ცხოვრებაში ადამიანს გავარტყი სახეში და ნუ წარმოიდგინე რა შენ თავს შეხედე თქო მეოთხარი და მე მელაპარაკე თქო და იცი რა გააკეთა გადამიხადა როგორ რა შეუძლია რეჟისორს ჩახსნას არა მე ვიყავი ბოლომდე მაგრამ იქ სიყვარული უნდა ამოეყოთ აი ესეთი ის არის რა პიესა თვითონ ვისაც უყვართ ის ამაშვებიან აწამებენ ანუ აი ერთ კულისიდან მეორე კულისამდე იძახთა ავთო ვარსიმაშვილი იას მოკიდეთ თმებში და გამოიყვანეთ აი ესე და მე იყო რომ მოვდიოდი სულ აი ესე დალურჯებული რო იტყვიან და დეიდა ჩემო რო დაინახა ეს ყველაფერი რა ხდება ესო დეიდა და ძალიან კარგად იცნობდა რობიკოსაც და ყველას და ერთხელაც სათხაც წვეულებაზე უთხრა რომ რობიკო შედი და ნახე რა ხდებაო და შემოვიდა რობიკო და ნახა და რასაკეთებო უთხრა და მაშინ ყველაფერი გაიხსნა ნინოზე მინდა კითხო ნინოს მე ვიცნობ და მე ვიცი რამდენად ნიჭიერია რამდენად შრომის მოყვარეა რამდენად კარგი დედაა და მე ვიცი რომ შვილებით და შვილიშვილებით ზოგადად ძალიან ბედნიერი ხარ თუმცა ნინომ თავის ცხოვრებაში მიიღო გადაწყვეტილება რომ დედის გზას გაყოლო და უბრალოდ თავისი ხელწერით თავისი ინდივიდუალიზმით და საკმაოდ წარმატებულია ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის და აქედან კიდევ ერთხელ წარმატებას უსურვებ მაგ კი ნამდვილად მაგრამ როგორც დედა თავად რამდენად ჩართული ხარ მის საქმიანობაში რამდენად კრიტიკული ხარ ან რამდენად აძლევ თავისუფლებას და არ ერევი არაფერში რასაც აკეთებს როდესაც ნინომ გადაწყვიტა სკოლის მერე ვგიგში ჩაბარება რო ვკითხე რატო ვგიგი და არ არის სხვა დაუშვათ ინსტიტუტები რომლებსაც არა მეტრო მე ბავშვობიდან მესმოდა ვგიგი კიბეც ვიცი როგორ ადიოდი როგორ ჩამოდიოდი ამიტომ სხვა არ არსებობს მითხრა კარგი მაშინ მოვემზადოთ იმიტომ არ არის ეს ისეთი ინსტიტუტი ხო იცი მაინც ძალიან სოლიდური და სხვა მაშინ იყვნენ კიდე პედაგოგები ისეთი როგორც ბატალოვი და ასე შემდეგ და მოდი ნინი მე ვთხარი მე უკვე ვემზადებიო მითხრა და რანაირად შენ კურსელს დაურეკეო და იმან მითხრა პედაგოგები და მიმანიშნა გზა ყველგან სადაც აი მეტყველება ის ყველაფერი მე ვემზადებიო როგორ მოდი ნინი მაშინ წამიკითხე არასოდესო რატო იმიტომ რომ შენ სხვანაირი თვალით შემომხედავ მოდი რა დამანებე თავიო მითხრა აი მე რასაც ვიზამ იმას გავაკეთებ აი გამომივა მე უყურებ ნინოს როგორც აი აღთოვანებული ვარ მისი შრომატევადი აი რაც აქვს თვითონ ჩადებული იცი მიზანდასახულია და უყვარს შრომა ყველაფერში რაღაცას ნახულობს სიამოვნებას აი ხო ხდები რომ ძალიან ძნელი არის მე მეუბნება შენი გვარის ქონა ძალიან ძნელი არის ვიქნებოდი რაღაცა დაუშვათ ანდრონიკაშვილი პეტროსიანი რაღაცა ხუთი არ შეიძლება აი ამ შემთხვევაში ნინიძე მიშლისო გესმის და მიაღწია იმ გზას თვითონ რომ პატარა გოგომ ითამაშა 17 წლის ასაკში მოხდა ვგიგში დამირეკეს მითხრეს რომ მოხდა თქვენი ქალიშვილი და მურად იბრაგიმბეკოვმა დაუძახა 17 წლის არც კი იყო ვგიგში ჩააბარა სკოლის მერე 16 წლის არის თავარ როლზე დაამტკიცა ეს არის ექსკლუზიური ფილმი აზერბაიჯანში გადაღება ქონდა და მე ნინოს სიბერეს თამაშობ და ნინო თამაშობს
ну ძალიან кай ფილმია. და ამ ფილმმა აიღო ევროაზიის რაღაცა აიღო ნინომ საუკეთესო ქალის როლის და 17 წლის გოგო. და მთელი რუსეთის რაც კი ფესტივალებია, ყველგან მთავარი როლის შესრულებისთვის აიღო მთავარი პრიზები. ანუ თავისით ყველაფერი ყოფდები. ია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ დიალოგისთვის. მე ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ და ასეთი გადმოცემის უნარის მქონა ეს ცალკე აღებული ნიჭია, იმიტომ რომ როდესაც ყვებოდი თითქოს რაღაც ფილმში მოგზაურობდი მე სხვადასხვა პერიოდში და დარწმუნებული ვარ ჩემთან ერთად ასევე მაყურებელიც. მე მინდა გისურვოთ დიდხანს კარგად ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ რითიც დავიწყეთ თავიდან, რომ თქვენი რაღაცა პატარა სამყარო გაქვთ, რომელიც სავსებით გაკმაყოფილებთ, ასეთი ნიჭის, ასეთი უნარების და ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი მე კიდე არაერთხელ მინდა აი შეგადაიღე. ჩემზე. იქნებ დადგეს ეგ დრო სიამოვნები და მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი გულშემატკივრების არმია არსებობს, რომელსაც გაუხარდება კიდევ თქვენი ნახვა საინტერესო როლებში და რა თქმა უნდა კეთილდღეობას გისურვებთ თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან. დიდი მადლობა. მე ძალიან უყვარვარ ჩემ მაყურებელს. თბილისში მე ვარ ვერის უბნის მელოდიებიდან გოგონა. დიდი მადლობა.